სინამდვილეში რუსული ოცნება 13 წელია ხელისუფლებაშია და ზუსტად იგივე საკეთებდა 13 წლის განმავლობაში ყველა საელჩო აქ აქტიურად იყო ჩართული როგორც აქტორი, ყველა მოთამაშესთან ხდებოდა, კომუნიკაცია ჰქონდა და შესაბამისად მხოლოდ ახლა გაახსენდათ თურმე, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაცია საელჩოების რაღაცნაირად ვითომ არღვევს ვენის კონვენციას. ცხადია ეს ტყუილია, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ 13 წელია ეს პრაქტიკა და მანამდეც ეს პრაქტიკა იყო და არასდროს ამაზე აქცენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ქონდა, თუმცა ჩვენ ასევე მიყვებით ახლა მათ დღის წესრიგს. სინამდვილეში ხდება ის, რომ საქართველოში გაუქმებულია სახელმწიფო მართვის სისტემა, მათ შორის სამწუხაროდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მთლიანად დაცლილი არის კომპეტენტური კადრებისგან და დღეს არის მთლიანად დაყვანილი პიროვნულ პარტიულ კონტროლზე, კერძოდ კი ეს პარტიული კონტროლი ბიძინა ივანიშვილის გავლით მიდის მოსკოვში და შესაბამისად რუსეთის მიმართულება არის დღეს რომ არათუ ოკუპანტ ქვეყნის მიმართულებით იყოს განცხადებები, ვისაც 40 კილომეტრში თბილისიდან ჯარი უდგას, არამედ ჩვენი პარტნიორი და მოკავშირეების წინააღმდეგ გერმანიის, რომელიც ახლა ძალიან ამბიციური გეგმით ყველაზე ძლიერი არმია უნდა გახდეს ევროპაში და ეს მიმართულია იმისკენ, რომ იცით, კანცლერი მერცის ბოლო განცხადებები მათ შორის. ეს არის კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ რაოდენ დიდი საფრთხეა რუსეთი და რომ გერმანია პრაქტიკულად ომში იმყოფება რუსეთთან, რადგანაც რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ომი დაიწყო. შესაბამისად, ეს ომი მიმდინარეობს საქართველოშიც და ეს ომი მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ხელით ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არანაირი განსხვავება იმისა, რაც ხდება აქ, ხდება უკრაინაში, პოლონეთში ან ესტონეთში, სადაც რუსეთი ასევე გადასულია პროვოკაციებზე, დრონებით შეჭრა იქნება თუ სხვა, არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიაზროთ და ევროპელი ჩვენი პარტნიორებისგან მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო, რომ როგორც უკრაინა დღეს დგას დღის წესრიგში, რომ უნდა დაეხმარონ და ტრამპის განცხადება ცხადია, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინა უნდა გაიმარჯოს ამ ომში და ამის შესაძლებლობას ტრამპი ხედავს და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას. უკრაინის გამარჯვება ნიშნავს მთლიანად არა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, არამედ რუსეთის, ესე იგი, მარიონეტების დამარცხებასაც და ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ქართული ოცნების სახით და საქართველოს გათავისუფლებას ქართველი ხალხის, ისევე როგორც ლუკაშენკოს დამარცხებას და ბელორუსი ხალხის გათავისუფლებას. ჩვენი შეცდომა არის, რომ ჩვენ მივყვებით ამ მცირე ჯგუფის, ვისაც აქვს ოკუპირებული რამდენიმე ჩვენი საკვანძო სახელმწიფო უწყება და ვისაც არ გააჩნია ხალხის ლეგიტიმაცია ხალხში არის ევროკავშირის ინტეგრაციის და ეს ადამიანები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. გარდა ამისა, საერთოდ დემოკრატიული მართლობის, ანუ რითაც იწყება ჩვენი კონსტიტუცია, სანამ საერთოდ პრეამბულა, შინაარსი, ყველაფერი გააუქმეს. ამიტომ ამაზე საუბარი ჩემი აზრით ზედმეტია, უნდა ვთქვათ კონკრეტულად რას აკეთებენ ეს ადამიანები. მოდი გულწრფელად ვთქვათ, რა ცოტა გადავდოთ გარკვეული დიპლომატიური ნარატივები და პირდაპირ ვთქვათ. პირდაპირ დაუფარავად იყენებენ ისტორიულ პარალელს ერეკლე მეორის, რომელსაც მოუწია რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როცა აქ სამი იმპერია იყო მხოლოდ რუსეთის, ოსმალეთის და სპარსული იმპერია, არჩევანის გაკეთება იმ პირობებში, როცა სხვა გამოსავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოში არ არსებობდა, ამას იყენებენ პატრიოტიზმის ნიშნად დღევანდელ რეალობაში ოღონდ, როდესაც არჩევანი საერთოდ ეგრე არ დგას, ჯერ ერთი არ არის აქ პირდაპირ გაგებით სამი იმპერია წარმოდგენილი, სულ მცირე, იმიტომ რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და ასე თუ ისე მისი პოზიციონირება სხვა არის, რუსეთი ღიად ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, მაგრამ ღიად დანარჩენ საქართველოში ომს ვეღარ იწყებს ბევრი მიზეზთა გამო. სპარსეთი საერთოდ ჩამოშორებული არის ამ რეალობას, ამ რეგიონს, იმიტომ რომ ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან სხვა პროცესები აქვს და ჩვენ 1918 წელთან შედარებითაც კი და უკვე არ ვამბობ ერეკლეს პერიოდიდან პირდაპირ შეგვიძლია დასავლური ინტეგრაცია, ამისთვის ყველაფერი მზად არის და საქართველოს ეს არჩევანი გააჩნია და დღეს რომ მოусმინენ მათ განცხადებებს, ეს არის სპეციალურად დაწერილი განცხადებები ძვირფასო მოქალაქეებო, რომ იქ გადაითარგმნოს რუსულად და წავიდეს მოსკოვში. რას ამბობდა იქ, რომ პრაგმატული პოლიტიკა იყო და დღესაც იგივეს ვაკეთებთ, ოღონდ ისტორიული პარალელი ამ შემთხვევაში მიუღებელია კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ საუბარია სხვა ისტორიულ რეალობაზე და დღეს მათი რუსეთის აგენტობა, მათი ღალატი საქართველოს კი არ იყო მასში პირიქით ერეკლემ სულად საპირისპიროდ მოიქცა იმისა, რასაც ესენი ქადაგებენ. ასენი ამბობენ, რომ რომელი იმპერიის ქვეშაც ვიყავით 200 წელი, ისე იქ უნდა დავრჩეთ, იმიტომ რომ ამ იმპერიამ შეიძლება დააქვსაჯოს გვეომოს და ერეკლემ
პირიქით გააკეთა, რომელი იმპერიის ქვეშაც, გავლენის ქვეშ ვიყავით, სპარსეთის ქვეშ, ეს აღარ ვიქნებით და შეცვალა და ახალი პარტნიორის მოძებნა დაიწყო და ამის გამო მან ომი გამოიწვია, ხო, კანისის ომი ამას მოყვა მერე. ხო, შესაბამისად, ჰერაკლეს სრულიად პირიქით მოიქცა, ვიდრე ესენი მოიქცნენ. 1795 წელი რუსებმა იმ დროსაც გვიღალატეს, მაგრამ და მე რა მოხდა ანექსია კახეთის ვის არ ახსოვს ეს პირველი რასაც ვწავლობთ სკოლაში ეს არის ეს თქვა კითხვა რას გვთავაზობენ ახალ გიორგიევსკის ტრაქტატს რომლის მეშვეობითაც ახალი ანექსია მოხდება კახეთის და ჩვენი სახელმწიფოების გაუქმება ეგ არის მათი დღის წესრიგი გადაგვარჩინაო ეგ ისტორიულ პარალელებშიც რელიგიური შინაარსის პროცესები მიმდინარეობდა აქ იყო დიახ ქრისტიანული და ისლამური პროცესები აქ სხვა დრო იყო სხვა საუკუნე დღევანდელ რეალობაში როცა ავტორიტარული და დემოკრატიული სახელმწიფოები არის, როდესაც ჩვენ დემოკრატიები მხარდაჭერას გვთავაზობენ, ესენი ეს მარიონეტები, რომ პრემიერ-მინისტრი იცის, რომ არ არის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც არ არის, ჯერ გარყვნეს პირდაპირ გაგები თანამდებობები. გესმით? პარლამენტის თავმჯდომარე ისე იქცევა, რომ ეს საერთოდ ეს თანამდებობა ცოტა მერე უნდა მოვა წესრიგოდ ისე რომ აღარ იყოს ასოცირებული არანაირად პაპუაშვილის განცხადებებთან, იმიტომ რომ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების შინაარსი შეურაცხყვეს. გესმით? იმიტომ რომ ეს უკვე ცდება ყველანაირად ლანძღვა გინება შენი მოკავშირეების ისტორიულად, ვინც 30 წელი არ გეხმარებოდა სახელმწიფოს მშენებლობაში, ეს ქართული სულისკვეთების წინააღმდეგაც არის. არა მხოლოდ სახელმწიფო ტრადიციების და მიდგომების, დიპლომატიური დღის წესრიგი, ვენის კონვენციებს ვინე თუ არ გვეს ესენი არიან. რას ქვია შენ მოკავშირეებს ომი გამოუცხადო და შენ ვინც ოკუპანტი არის ოფიციალურად და ამბობენ ხოლმე კი ბატონო ოკუპანტია და სუსირო განცხადებებით გამოდის კვირაში ერთხელ რომ ვიღაცა დაგვიკავეს მოქალაქე საოკუპაციო ხაზთან და ცხელი ხაზი გავააქტიურეთო ევროკავშირის ძვირფასო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებო ის ევროკავშირის ცხელი ხაზი ეს ევროკავშირის ელჩი ხო არ არის ლანძღავთ ეს გერმანიის ელჩი ხო არ არის რომ თავარი ქვეყანა არის ევროკავშირში რანაირად შეიძლება ასე როგორ აყენებთ ზიანს საქართველოს ინტერესებს ამგვარად კი ბატონო შევხედოთ ცოტა სხვა კუთხიდან რაზეც ვფიქრობ რომ ძალიან ცოტა საუბრობს მე რა წარმოვიდგინოთ ჩვენ ვართ უკვე ხელისუფლებაში საქართველოს პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეებიდან გარკვეული ნაწილი აი ვინც საზოგადოებრივად ეხლა ამ პროტესტში არის აქტიური ხო დავსვათ კითხვა არსებობს თუ არა საფრთხეები იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდება რევოლუციური გზით. მე როგორც სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვამბობ, რომ დიახ არსებობს საფრთხეები. პირველ რიგში იმას ვამბობ, რომ ქართული ოცნების მოშორება ჩემთვის უპირველესი ამოცანაა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დღემდე უკრაინაში პუტინი მოიშველიებს იმას, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური არის ზელენსკი, იმიტომ რომ მანამდე იყო პოროშენკო და პოროშენკო მოვიდა ხელისუფლებაში რევოლუციის შედეგად და ზელენსკი ხო კავშირში არა რევოლუციასთან, მაგრამ მაინც დღემდე გადმოაქვთ ეს ნარატივი აქვს და ამიტომ ვერ ვისაუბრებთო ზელენსკისთან ლეგიტიმური არ არის. პრობლემურია ეს და ქართული ოცნება, უпроსტად რუსული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად მიდის მაგ მიმართულებით, რომ ან იყოს ჩრდილოეთ კორეის და ბელორუსის მსგავსი რუსული დიქტატურა საქართველოში, ან მეორე ალტერნატივა რევოლუციური სცენარი და ეს სახიფათო პროცესებია ზოგადად, იმიტომ რომ მთელი პროცესი რუსეთის იყო ბრძოლა ამ ეგრეთ წოდებულ ფერად რევოლუციებთან. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო სახელმწიფოებრივად ამ მიმართულებით იმ ხრივ, რომ წარმოუდგენლად დიდი საფრთხეები არსებობს. და ივანიშვილი, როცა ამბობდა, რომ არც იანუკოვიჩია და არც ესე იგი შევარდნაძე, გულისხმობდა იმას, რომ არც ხელისუფლებას დათმობს მშვიდობიანად და არც გაიქცევა აქედან. შესაბამისად, ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახლოს დგას 9 აპრილის ორგანიზატორებთან თავის შინაარსით. შესაბამისად, ჩვენ დედლაინებით არ უნდა ვიაზროვნოთ. თუ სახელმწიფო გვაინტერესებს, რას ნიშნავს დედლაინი სახელმწიფოს სიყვარულში? 4 ოქტომბერი არის ბრძოლის დღე, მნიშვნელოვანი დემონსტრაციის ძალის მათ შორის, აუცილებლად უნდა შედგეს და მე რა თქმა უნდა ყველას მოუწოდებ, რომ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ დედლაინი არ არის. ჩვენ უნდა გავყვეთ ამ პროცესებს, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, გუშინდელი განცხადება ტრამპის, რომ უკრაინა უნდა გაიმარჯვოს და ჩვენ იარაღს მივაწვდით, ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ახლა გააქტიურდება, ხედავენ, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებ უკრაინაში, რუსეთი უკვე თავს ესხმის პოლონეთს და ესტონეთს და ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველო უკვე პრაქტიკულად ოკუპირებული აქვს, ამიტომ
ჩვენ დავინახავთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისთვის, რომ არა მხოლოდ და რაზე საუბრობდა დონალდ ტრამპი, რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს, იმიტომ ნავთობ გადამამუშავებელი ფაბრიკები და ქარხნები მთლიანად თითქმის განადგურებულია რუსეთში. შესაბამისად, იქნება უზარმაზარი წნეხი რუსეთზე, რუსეთის ჩამოშლის პროცესი დაიწყება და რუსეთის ჩამოშლასთან ერთად ჩვენ რუსულ რეჟიმს აქ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩამოვშლით. ამავდროულად უნდა მოვამზადოთ ის ალტერნატივა მთავრობის, რომელიც გადაიბირებს ხელისუფლებას, ოღონდ წყვეტა არ უნდა მოხდეს ლეგიტიმაციაში. მარტო რევოლუციის ორგანიზება თვითონ პრობლემა კი არ არის, შეიძლება მარტივადაც მოაწყო რევოლუციური პროცესი ქვეყანაში, მაგრამ წყვეტის მომენტი, აი იმ დროს თუნდაც სერჟ სარქისიანი, ნიკოლ ფაშინიანთან მაგალითად შემთხვევაში სომხეთში რა გააკეთეს რევოლუციის დროს სომხეთში ხო ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა ჯერ ერთი ჩემთვის მიუღებელია სიტყვა ჭყალებში დამხობა როცა ამბობენ იმიტომ რომ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს სიტყვა მშვიდობიანი დამხობა არ წერია უბრალოდ დამხობა წერია და რატო იყენებენ მაგ სიტყვას როცა არის კონსტიტუციური სიტყვა თავის შინაარსი რევოლუცია მათ შორის ხავერდოვანი ან ვარდების რევოლუცია გქონდა ჩვენ და სომხეთში ხო ხავერდოვანი რევოლუცია ასე რომ გაცილებით უფრო სწორი სამოქალაქო სიტყვა არის ვიდრე ჭყალებში დამხობა მაგრამ სომხეთში რაც მოხდა მართლმა არალეგიტიმურმა არჩევნები რო გააყალბეს იმ ძალამ ლეგიტიმაცია მისცეს და აირჩიეს პრემიერ-მინისტრად ფაშინიანი რომელმაც არჩევნები დანიშნა ჩვენ უნდა წავიდეთ იგივე გზით როცა პარალიზებას მოვუწყობთ ბიძინა ივანიშვილს მთელი ქვეყნის და ამ პარალიზების შედეგად მის მარიონეტებს აი ამ ძალის დემონსტრაციის ფონზე როცა ჩამოიშლება მათი ძალის სისტემა მათ შორის ვაიძულებთ რომ დანიშნონ ჩვენი ხელისუფლება აქ ანუ მთავრობა ახალი რომელიც წინასწარ უნდა დავაკომპლექტოთ რომ მერაბ შემთხვევითი ადამიანების ხელში არ აღმოსდეს ძალაუფლება და აქ კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოთ დიდი პატივისცემით ნაციონალური მოძრაობის მიმართ რომელსაც გააჩნია დამსახურებები ამ ქვეყნის წინაშეც მათ შორის წარსულში მაგრამ გეოპოლიტიკურად შევხედოთ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ან ნაციონალური მოძრაობის მიერ რევოლუციის ორგანიზება არის წითელი დროშა პრაქტიკულად რუსეთისთვის იმისთვის რომ აგრესიის მიმართულებით წავიდეს საქართველოსკენ ეს ხო ვიცით ეს პატრიოტიზმთან კავშირში არ არის ეს არ აკრინებს ნაციონალურ მოძრაობას არანაირად ჩვენ ხო ვიცით მტერი როგორ იქცევა შესაბამისად უნდა გავიაზროთ რომ ისე უნდა მოვიქცეთ რომ არ მოხდეს ეს ასოციაცია არ მოხდეს დესტაბილიზაცია წავიდეთ ისეთი პროცესით რომ ხავერდოვნად მშვიდად შევძლოთ ტრანსფორმაცია და ბიძინა ივანიშვილის იძულება როცა მას ალტერნატივა არ დარჩება როგორც სომხეთში ეს ძალიან მნიშვნელოვანია რთულია შეიძლება არაპოპულარულიც იყოს რასაც მე ახლა ვამბობ მაგრამ ჩვენ თუ ვაზროვნებთ უკვე როგორც ხელისუფლება სჭირდება ლეგიტიმაცია, სჭირდება სტაბილურობის შენარჩუნებაც და სჭირდება ისე რომ ეს საერთაშორისო აღქმაში არ დარჩეს ისეთი მდგომარეობა რომ ეს გამოიწვიოს შენ ქვეყნის წინამდე აგრესია. მხოლოდ ძალაუფლების მოპოვების საკითხი არ არის. ძალაუფლება შეიძლება მარტივადაც მოიპოვო. ვამბობდი მხოლოდ საერთაშორისო აღქმაზე, ანუ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, როცა რუსეთი ამას გარკვეულწილად შეაფასებს ამ ჭრილში თუ ეს როგორ განვითარდება ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ნებისმიერ განვითარებას შიგნით აქვს საერთაშორისო იმპლიკაცია შედეგები როგორ უყურებს ამას პირველ რიგში მტერი რუსეთი როგორ აფასებს როგორ იყენებს ამას და არ უნდა მივცეთ ამის საშუალება ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ ვინმე გავრიყოთ ამ ერთობის ბრძოლაში რომელიც ყველა საქართველოს მოქალაქის არის უბრალოდ ნიშნავს იმას რომ ჩვენ სწორი პოზიციონირება შევარჩიოთ სწორი მიდგომა იმ კუთხით რომ შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო იმიტომ რომ მავანთათვის არის საუკეთესო ვარიანტი რომ იყოს დაძაბულობა გულისხმობ იმას რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება გამოიყენოს სწორედ ეს ფაქტორი რუსეთით ხო გვემუქრებოდა არჩევნების დღეს რა თქვა რომ ყისიერად ომი დაიწყებაო შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი აქ არის ყველაზე დიდი დესტაბილიზაციის ფაქტორი და ჩვენ თუ ოპოზიციონერებად არ თვლით თავს და ფიქრობთ რომ სახელმწიფო მოხელეები და სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ უნდა მათ შორის სამწუხაროდ რთულია ეს ძალიან ვიფიქროთ იმაზე როგორ მოქმედებ როგორც ოპოზიციონერები და ამავდროულად როგორ მოქმედებ უკვე როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები კუთხით რომ პასუხისმგებელი ხარ ქვეყანაში სტაბილურობაზე, მათ შორის როცა შენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მტრის მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ ნებისმიერ ნაბიჯში მე მოუწოდებ ნაციონალურ მოძრაობასაც, ყველა პარტიასაც, ყველა საერთოდ მოთამაშეს, ვინც კი არის ამ მიმართულებით, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ღრმაა და ყველა ფენას შევხედოთ და სადაც საჭიროა სწორი პოზიციონირება მოვახდინოთ იმისა, რომ არ შევქმნათ დამატებითი რისკები ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის კიდევ ერთხელ დროის მიმართულებითაც
არის მთავრდება სამშობლოს სიყვარული 4 ოქტომბერს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ სწორ გეოპოლიტიკურ პროცესებს. ბრძოლა გრძელდება ყოველდღე, დღესაც 4 ოქტომბერსაც და 5 ოქტომბერსაც გრძელდება. მაგრამ სწორი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მინიმალური რისკებით ჩვენი ქვეყნისთვის ჩამოშლის პირას უკვე არის, ქართველი ხალხის კონსოლიდაცია მოხდება და რეჟიმი რა თქმა უნდა დასრულდება. ხო, მაგრამ ამ ოპტიმიზმს ბევრი არ იზიარებს, რომ ეს არის პროცესი, ჩამოშლის პირას არიან, დასრულდება და ასე შემდეგ. ძალიან კარგად იციან, ბოლო ევროკავშირის კვლევებიც ადასტურებენ 80%-ის მხარდაჭერა. მათი რეჟიმი დღეს დგას მცირე კლანზე, ეს იყო სომხეთში ზუსტად, რაც მე ძალიან კარგად ვიცი. მათ ბარიერს ვერ გადალახავენ ხელისუფლება რო ეხლა დათმონ. სერჟ სარქსიანმა 52%-ით პარლამენტში რო შევიდა გაყალბებულში, 1 წლის მერე ნიკოლ ფაშინიანი რო პრემიერი გახდა იძულებით, ხალხის იძულებით და მერე არჩევნები დანიშნა, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ოცნება ბარიერს ვერ გადალახავს, თუ მათ მოაშორენ ძალაუფლებას და გაქრება ადმინისტრაციული რესურსი და გაქრება ეს პროპაგანდის ძალაუფლებაში არიან. სწორედ ამიტომ ეს ჩამოშლის პროცესი ავტომატურად მიდის წინ, იმიტომ რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი იაზრებს, რომ საქართველოს იზოლაციის გზაზე არის და საქართველოს რუსული მარიონეტები მართავენ. სწორი გეოპოლიტიკური ვითარების პროცესში და ჩვენი შიდა წინააღმდეგობის გაზრდის პროცესში აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება ეს.